ჩვენ რახან ჩავატარეთ დაფუძნებელი ყრილობა და მივიღეთ ლეგიტიმაცია ჩვენი წევრებისგან, თვლით რომ უკვე პოზიციონირებთ როგორც პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, ფორმალობა დარჩენილი არის, მაგრამ შეგვიძლია უკვე თამამად. იქ რომ რაიმე წინააღობა შეიძლება იყოს უკაცრავად დარჩენილ ეტაპებზე. ნახოთ, დიანა, საკმაოდ პედანტურად ჩავატარეთ ყრილობა, ყველა ფორმალობა დაცული არის, ნახოთ პასუხი როგორი იქნება რეესტრის მხრიდან. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმალური, ასე ვთქვათ, შემობიჯების ეტაპია, მაინც იყავით თქვენ პოლიტიკურ პროცესში ბოლო რამდენიმე ხანი, ჯერ საქართველოს, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის ფარგლებში, ახლა უკვე პოლიტიკური პარტია დააფუძნეთ, ასე ვთქვათ, როგორ მიგიღეს თუ რამდენად გამოხმაურებადი არის ეს ან პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ უარყოფით გამოხმაურებაზე კითხავთ აუცილებლად და რამდენიმე კომენტარი იყო, სადაც ასე ვთქვათ ნაკლებ დამაჯერებელია. ეხლა რატომ გაგიჩნდათ ეს პოლიტიკური ლიდერობის ამბიცია, ამაზეც კითხავთ, მაგრამ აი როგორ მიგიღოთ ამ პოლიტიკურმა სპექტრმა მაშინ ასე დავსვამ კითხვას. ზოგადად გეტყვით, რომ დღეს თავს არ არის თემა, რომელიც განახულებთ დიდად. დღეს თავს ისევე ვგზნობ, როგორც 27 ივნის, ანუ ერთი დღით ადრე დაფუძნებამდე. ჩემს დამოკიდებულებაში საკითხებისადმი არაფერი არ შეცვლილა. ლიდერობას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ გუნდის ყველა წევრი ფაქტიურად ლიდერი არის და ჩვენ სიმართლე გითხრათ, ეს ტერმინიც აკრძალული გვაქვს, რომ ამით ჩვენი დემოკრატიულობა უჩვენოთ. დამოკიდებულება იყო ჭრელი, ნაირ-ნაირი. სიმართლე რო გითხრათ, ისეთი იყო, როგორცაც მოველოდით. ანუ პრინციპში ზოგადად პოზიტიური მესიჯები არის ძალიან მრავლად და ეს ჩვენ ძალიან გვამხნევებს, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის სწორი ხელწერის მატარებელი და შესაბამისად ეს არის ერთგვარი აღჭურვა უფლებამოსილებით, რომ იგივე ხელწერით გავაგრძელოთ. სხვა მხრივ, სხვადასხვა ხასიათის გამოხმაურებები დიანა, რაც ჩვენ ნახეთ და ვიხილეთ, ეს არის ზოგადი დიაგნოზი, რა ხდება პოლიტიკურ სივრცეში, რა ხდება ზოგადად საზოგადოებრივ სივრცეში, რაოდენ მძიმედ არის ზოგადად დასნეულებული ჩვენი საზოგადოების არც თუ მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა მე არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი ნახდათ სხვადასხვა რეაქციებს თუ მივიღეთ ხელდელობაში, არ გამოირჩევა იმ სიჯანსაღით, რომელიც ქვეყანას გამოადგება, მაგრამ სიმართლე ასევე უნდა ითქვას, რომ შეიძლება რაღაცნაირ საფრთხებს ხედავენ და სიფხიზლე დავარქვათ მათ მხრიდან. შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ალბათ გავაგზავნებთ იგივე დინჯი ხელწერით, რაოდენს ვთქვათ, ზოგიერთის ეს არ უნდა იყოს, ეს ვთქვათ, ეპატაჟურად გასართობი და მიმზიდველი. ჩვენი მხარდამჭერებისგან, ჩვენი დამფუძნებელი წევრებისგან, სწორედ აი ამაზე მივიღეთ, ამ ხელწერაზე მივიღეთ მანდატი. ამიტომ რა თქმა უნდა, ცალკეული გამონათქვამები იყო შეურაცხყოფელი, ცალკეული გამონათქვამები იყო ძალიან ცილისწამებლური, მაგრამ აი ამ ეპიზოდურ, ასე ვთქვათ, გარჩევებში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა, ჩვენი თამასა გაცილებით უფრო მაღალი არის და ვეცდებით ეს დავიცვათ. ნახეთ, მაინც საინტერესოა. მოდით ასე მიუდგეთ ამ საკითხს. შეიძლება სხვა გამოხმაურებებიც იყო, მაგრამ ყველაზე მეტად თვალში რაც მომხვდა, მე ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში მეგობრებში წავს თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ანადოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი, რომლის რამდენიმე სტატუსი ეძღვნებოდა თქვენს დაფუძნებას. ბოლო ივანიშვილის ტროას ცხენი ასეთი სტატუსი აქვს და აქაც სადღაც ასე ვთქვათ, დაგინახეთ და მოგიაზრეთ და მანამდეც იყო მისი მხრიდან აქცენტის გაკეთება, რომ გავიგებთ თქვენი ასაკი, რომ ხართ 55 წლის და რომ ასე იყო და რომ ბოლო რამდენიმე 10 წლეული რაღაც თქვენი ხმა ეს ვერცხები ეს დანაშაული არის თუ არა, რომ ამასაკის არ ვიცი, მოცემულობა. ვიფიქროთ ერთად, ხო? ალბათ ანასაც ვკითხოთ. კი ბატონო. და რომ აი ძალიან დიდი ხანი არაფერზე ესეთ განსაკუთრებული აქტიურობა თქვენი წლების განმავლობაში არ შეუნიშნავთ რაღაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა და ახლა უცებ გინდათ რომ პოლიტიკური ლიდერის ადგილი დაიკავოთ და აი რაღაც ამ ტიპის თქვენ გაეცნობოდით ეჭვი მაქვს და უფრო კარგად იცით ასე ვთქვათ რაშია პრეტენზიების არსი. ვერ გეტყვით, საერთოდ ზოგადად ქალბატონ ანას პატივსცემ ძალიან პრინციპული და შეუბავარი პოლიტიკოსი არის, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვიხილავს მისი მონაწილეობით. თუმცა რა თქმა უნდა ჩემთვის პირადად გულსატკენი არის ის შეფასებები რაც მე მოვისმინე მეტად რომ ანას ვიცნობ პირადად და ჩვენ წლების მეგობრობა გვაკავშირებს და არაერთი შეხვედრა გქონდა. კი ახლა რა თქმა უნდა ეხლა მას თუ შეუძლია ესეც უარყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
მე იმედია მეხსიერება ამ მხრივ არ მღალატობს, ამიტომ ჩვენ არაერთი ხშირი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გქონდა კომუნიკაციები, სადაც ხვდებოდით და ჯერდებოდით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ეს ერთი გარემოება, ახლა ზოგადად, რა ვიცი, რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, ამაზე საუბარი ერთობ უხერხული არის, მაგრამ თუ მაინც შეიძლება ჩვენ ერთად მოვიაზროთ იურიდიული პრაქტიკა, შემდეგ ანალიტიკური ცენტრი GeoCase, ახლა უკვე ჯერ საქართველოს სხვადასხვა თემებთან, სხვადასხვა მოვლენებთან, სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით, პროფესიული დამოკიდებულებით, მოქალაქეობრივი დამოკიდებულებით, ჩემი პირადი დამოკიდებულებით, პოზიცია ამა თუ იმ ფორმით გამომიხატავს. ახლა ეს არ არის ახლა ის გადაცემა, ეს თქვა ელოგია საკუთარ თავს უმღერო, ამიტომ პრინციპში ყველაფერი ეს ძალიან საჯაროდ მისაწვდომი არის. განსაკუთრებით ის საკმაოდ სპეციფიკური ეტაპი, როდესაც ჩვენი ფირმა ემსახურებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მეტად დელიკატურ და მეტად მნიშვნელოვან საქმეზე, ჩვენი სამოქალაქო პირადად ჩემი სამოქალაქო პოზიცია საზოგადოებრივი შეფასებები ჟღერდა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, არაერთ თემაზე, არაერთ მოვლენაზე. ზოგადად იურიდიული პრაქტიკა რო ავიღოთ, ახლა რამე ოცნების იმ პერიოდში გაგიკრიტიკებიათ, როცა ივანიშვილის ადვოკატი იყავით, რაიმე ოცნების ქმედებიდან? ჩვენ წერდით ქვეყანაში და მე საუბრობდი და წერდი ქვეყანაში მართლმსაჯულების მდგომარეობაზე, ვაფასებდი ინსტიტუციურ პროცესებს, ვაფასებდი ადამიანის უფლებების მდგომარეობას, სტატუსს, ვაფასებდი ბიზნესთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს ყველაფერი ძალიან ეს იმდენად ღია არის და საჯარო არის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა უხერხული არის ამ გადაცემის ფარგლებში თვითრეკლამი დაკავდე. გარდა მაგისა კიდევ წაგიკითხოთ უნდა ერთი ფრაგმენტი. რატომ იცით? შესაძლოა ვინმე სხვასაც გაუჩნდეს ასეთი აზრი, ან არ გაუჩნდეს. ან წაიკითხოს, თქვათ, ეს სტატუსი და იფიქროს, რომ შეიძლება მასში რამე სიმართლეა და თქვენი პასუხი ამ თემაზე არ გქონდეს მოსმენთ. მოდი. თქვენ დამეხმაროთ, რომ რაიმე გამოხშიროთ, თქვათ, რაც თქვენთვის საინტერესო არის და ამაზე ხო, კითხვა-პასუხი თუ. ადამიანი, რომელსაც 20 წელია არც ერთ ბრძოლაში, თავი არც ადამიანი, რომელიც არ გამოჩენილა არც ერთ ბრძოლაში და 55 წლისამ გადაწყვიტა სხვებს აჩვენოს, როგორ კეთდება პოლიტიკა, ამ მახასიათებლებს, ანუ ლიდერის ვერ აკმაყოფილებს ხალხს, რომ იჭერდნენ, ცემდნენ, დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ, მურუსიძე ჩინჩალაძის კლანს აშენებდნენ, აგვისტოს ომი მოხდა, ივანიშვილის ავტოკრატია შენდებოდა და ასე შემდეგ. არც ერთ სირთულის დროს არ გამოჩენილაო. მოკლედ ამ ლიდერობას სჭირდება სხვა კრიტერიუმები, თორემ შვეიცარიის სასამართლო დარბაზში, სადაც ივანიშვილის მილიარდებს იცავდა, თქვათ, იქ ადვილია, მოკლედ ასე ჩანს და ასევე რომ თქვენი ფინანსური რესურსი კარგად ჩანს, რომ ყველა სააგენტოსთან ხელშეკრულება გაქვთ, ეთერები, მაღალი ხელფასები, ჩემოკრებილი პროფესიონალები, ღონისძიებები და ამ რესურსებით მოზიდული ინტერესი იმ სფეროში, სადაც ეს რესურსი ახლა ჭირს. თავად ივანიშვილი დაპირდა ხალხს 20-24 გადამაგორებინეთ და მე შეგიქმნით ახალ პარტიებსო, რომელსაც ხმას მისცემთო, მოკლედ ამ პროცესს ხომ არ ვაკვირდებითახლაო, მოკლედ ეს ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ძალიან ვრცელია და კიდევ რამდენიმე სტატუსია და ყველას ვერ წავიკითხავ. ეხლა თქვენ სააგენტოსთან, ტელევიზიასთან კონტრაქტზე თქვენი საუბრეთ, რა პირობებზე მაქვს გაფორმებული და გვაქვს გაფორმებული? არ მაქვს ეს ინფორმაცია. თქვენთვის ცნობილი არის, ჩვენთვის ცნობილი არის კონკრეტული საკონტრაქტო პირობები. რაც შეეხება დანარჩენზე, ახლა გისმენდი და ფიქრობდი რა, რომ მიუხედავად იმ მრავალი გამოწვევისა, რაც ქვეყანაში არის, მაინც როგორი დალოცვილები ვართ და ბედნიერები, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით არ მოქმედებს შარიატის მართლმსაჯულება, თორემ ზოგიერთი ალბათ ამ ფუნქციასაც მიითვისებდა და ამ ზნეობრივ მორალისტური კომპასის დაუფლებით შეაფასებდა ამა თუ იმ ადამიანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან მწუხვარ ქალბატონი ანას მხრიდან ასეთი შეფასებები რომ ჟღერს. საბედნიეროდ ქვეყანაში არის მრავალი სხვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩემი აზრით გაცილებით ობიექტურად შეაფასოს. ეს შეფასება სხვადასხვა არ გადის მხოლოდ ჯერ საქართველოზე, ეს შეფასება არ გადის მხოლოდ GeoCase-ზე, ეს შეფასება გადის ჩემს იურიდიულ პრაქტიკაზე, როდესაც კონკრეტული მანდატებით, კონკრეტული საქმიანობით, ჩემი აზრით, ჩემი წვლილი პირადი, ჩემს გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდთან ერთად შეგვქონდა იმაში, რასაც ქვეყნის განვითარება და მისი სახელმწიფოებრივი სრულყოფა ქვია. სხვადასხვა თემები მე არ მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა თვითრეკლამით დავკვავდე, მაგრამ მთელი ეს პლასტი მეტყველებს იმაზე, რომ ხმა ამოგვიღია, სადაც ამოსაღები იყო, ამოგვიღია საკმაოდ გაბედულად. სხვა შორის ამომიღია მაშინაც, როდესაც ის კონტრაქტი ცნობილი მოქმედებდა ბატონ ბიძინასთან და მე არაერთის მithქვამს თქვენი ეთერის მეშვეობით, მათ შორის რა, რომ მე მქონდა უნიკალური თავისუფლება, შეიძლება ახლა ამაზეც ვინმე მეჭვი მიიტანოს რა, რომ ჩემი სამოქალაქო, ჩემი ადამიანური პოზიცია დამეფიქსირები არასდროს
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენი ყოფილი კლიენტის მხრიდან არ ყოფილა ჩარევა ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაში. ასე რომ ეხლა ეს ყველაფერი არის გაციფრული მასალა, ეს ყველაფერი არის ძალიან საჯაროდ მისაწვდომი და არის ტელეეთერები, არის სხვადასხვა სახის წერილობითი განცხადებები. მოკლედ ჩემი აზრით, რო არ დავწვრილმანდეთ, აი ეს არის მთელი სურათი და ეხლა დანარჩენი რაც შეეხება აი პოსტში იყო ასევე რომ მოსამართლეთა კლანთან ფულს აკეთებდა და ასე შემდეგ. ეხლა ნორმალურ გარემოში, რა თქმა უნდა, ნორმალურ ვითარებაში ეს საკითხები სამართლებრივი გარჩევის თემა უნდა გახდეს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მართლმსაჯულება არის ისეთი, როგორიც არის, ალბათ ჩვენი მხრიდან ეს საკითხები ატრაქციონად და ცირკად არ უნდა ვაქციოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სინამოს გამოვხატავთ, ძალიან უთანაგზნობთ ასეთი შეფასების გამკეთებებს და ჩვენ გზას ვაგრძელებთ ისე, როგორც ეს ჩვენ წარუდგენთ. ნახეთ, ახლა გავეშვათ ამ კონკრეტულ კომენტარებს და საკითხს დავსვამ ასე. 2024 წლის არჩევნების წინ ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია იმედს და ამ ინტერვიუს ბოლოს არის, უბოლოს ასეთი ფრაგმენტი, სადაც ის ვთქვათ, ამომრჩეველს უთანაგრძნობს, რომელსაც არ აქვს ახლა იდეალური არჩევანი. ნუ შეიძლება ფლატკარგები ჩვენც არ ვართო, მაგრამ ნახეთ ჩვენს ირგვლივ რა ხალხიაო, ძალიან ცუდიო და ეხლა გვაპატიეთ აქაც ვუტრირებ, მაგრამ დაახლოებით შინაარს ვყვებ. ეხლა გვაპატიეთ და შემდეგ არჩევნებზე გექნებათ ბევრად კარგი შესაძლებლობა აირჩიოთ უკეთესი და უკეთესი. ნუ ასეთი ეს თქო არჩევანი აღარ გექნებათ. ანუ მან თავად დაანონსა, რომ რაღაც ახალი ძალები შემოვლენ პოლიტიკაში. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ეგრეთ წოდებული ძველი თუ ეს თქვათ იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა საქმეებით, ეს თქვათ შანტაჟის და მართლმსაჯულების ფოკუსში არიან და ნელ-ნელა ასპარეზზე ახალი პარტიების გამოსვლის ჯერი დგება და მათ შორის მისი ყოფილი ადვოკატის პარტია იქმნება. ანუ რაღაცნაირად შეიძლება სადღაც ეჭვების ბმა გააკეთო და რაღაც ასეთი სურათი ააწყო, რომ ეს ხომ არ არის მაგალითად ერთ-ერთი ის პარტია, რომლის შემოყვანასაც დაგვპირდა მაშინ ივანიშვილი. სიმართლე გითხრათ, ახლა საზოგადოებაში სადაც კონსპიროლოგია ასე ფეხმოკიდებული არის, რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტი ძალიან საინტერესო ჟღერს და საინტერესო შეიძლება მისი კონსტრუირება. მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი იურიდიული პრაქტიკა რაც მე ვახსენე და არა მარტო იურიდიული პრაქტიკა, ზოგადად საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობა პირადად მე დავიწყე მანამდე სხვადასხვა პუბლიკაციების სახით. ეს არის პერიოდი 2018-19 ამდე. ითხოვდი სხვათა შორის თქვენ აქვეყნებდით და რაღაც ეჭვი მქონდა, რომ სადღაც პოლიტიკურ მომავალს უმისნებთ. გავიმეორებ დიანა, რომ ახლა უხერხულია ჩემ საკუთარ დავზე საუბარი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკისადმი, საერთაშორისო თემებისადმი ყოველთვის ინტერესი მქონდა. ახლა მე არ შემიძლია ახლა რაღაც ბავშვობის მოგონებებითაც დავკავდე, მაგრამ ეს განვითარება ჩემთვის არის საკმაოდ კანონზომიერი, საკმაოდ ბუნებრივი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ის გუნდი, რომლის წევრი მე ვარ, ამ წამოწყებაში ერთი მეორეს ავყევით და საკმაოდ ბუნებრივად, საკმაოდ კანონზომიერი ევოლუციონირების გზით მივედით პარტიის დაფუძნებამდე. ასე რომ თუ ახლა ჩვენ ასეთ სტერეოტიპს შემოვიტანთ, რომ ვიღაცის ადვოკატი ამ პროფესიული დატვირთვის გამო, საქმიანობის გამო არ შეიძლება შენ ინტერესდებოდე ქვეყნის ბედითა და არა თუ ინტერესდებოდე, არამედ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდე ქვეყნის საქმეში, ეს რა თქმა უნდა არასწორი მიდგომა არის, ეს ძალიან გამრუდებული და მავნე მიდგომა არის. მოკლედ მე მქონდა ორი ცხოვრება, თუ შეიძლება ისე ითქვას, ერთი იყო პროფესიული ცხოვრება, რომელსაც თავს მართმევდი ისე, როგორც მწამდა და როგორც ამას შემის საშუალება და პროფესიული ცოდნა მაძლევდა და ერთი იყო საზოგადოებრივი ცხოვრება. მოხარული ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სასიხარულო ამ ხრით დიდად არაფერი არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი თვირთი არის და ძალიან დიდი თავსატკივარი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ყოველგვარი მოგზადების გარეშე გეტყვით რა, რომ ჩემს პირად ბიოგრაფიაში ეს არის საკმაოდ ბუნებრივი, საკმაოდ ორგანული კანონზომიერი განვითარება, რომ პოლიტიკური პარტიის სახით, პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობის არჩეული თავმჯდომარის სახით მე ვაგრძელებ ამ საქმიანობას, რასაც ქვეყნის სამსახურში ყოფნა ქვია.
ფინანსური მხარეც არის საინტერესო. შემდეგ ექნება თქვენ ვალდებულება ამის დეკლარირებისაც, მაგრამ მაინც ეს არის რა ტიპის ფინანსების ბაზაზე. ესე იგი, დამფუძნებელი ახლა ასევე იქნა, ასე ვთქვათ, ეჭვების და კითხვების ჩამონათვალში ასევე მოხდა ფინანსები. დამფუძნებელი ყრილობა დაჭდა ძალიან მინიმალური ბიუჯეტი, ეს იყო სადაც 5,000 ლარამდე, მეტი არა, რაც აიკრიფა ჯგუფის წევრების მიერ. ეხლა ეს ფული შემოგვაკლდა და ესე იგი მოსაკრებელი, რომელიც ეხება პარტიის რეგისტრაციას, სანოტარო ხარჯს ხელახლა ჩამოუვლით, როგორც ითქვიან ჩვენს წევრებს. აქ ითვლება ძირითადად ინიციატივის წევრები და არა ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ შემოგვიერთენ. ასეთი არის ჩვენი მდგომარეობა ამ მომენტისათვის. რა თქმა უნდა, ეს არ დამფინანსებლები ხართ ამ პოლიტიკური აქტივობებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა მე თან თავის მოვისაწყდებ და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს, რომ ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს აქვს თავისი პროფესიული საქმიანობა. ეს არის მათი პური და ყველი, როგორც ითქვიან, ამიტომ ეს საშუალებას აძლევს მათ, რომ აი ამ საქმიანობაში საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ, თუმცა აბსოლუტურად რეალისტურად და ობიექტურად ვაცნობიერებთ, რომ პარტია რომ გაშალოს თავისი საქმიანობა, გარდა ყველაზე მთავარისა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ადამიანური კაპიტალი. და სხვა შორის არაერთ პოლიტიკურ მოთამაშეს შეიძლება რესურსი კონდეს ფინანსური, მაგრამ ყველაზე მეტად უჭირს ადამიანური კაპიტალის მხრივ. ჩვენ მთავარი გვაქვს ადამიანური კაპიტალი, მაგრამ კონკრეტული რესურსი, რომელიც აი დღესაც სამუშაო შეხვედრა გქონდა, საუბარი იყო ოფისზე, საუბარი იყო რეგიონებში გასვლაზე, ეს ყველაფერი რესურსებს უკავშირდება. ეს გამოწვევა ჯერჯერობით გადაუწყვეტელი გამოწვევა არის, მით უმეტეს იმ კანონმდებლობის პირობებში, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის. ეს ყველაფერი მისახედი იქნება. ეხლა თქვენ რომ მკითხოთ, როგორი არის ამის გადაწყვეტის ფორმულა, ეხლა ამ მომენტში ფორმულა და რეცეპტი არ მაქვს, თუ ვინმეს აქვს რაიმე მიგნება, ან გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია ჩვენი დაფინანსების შესახებ, მე მივესალმები, რომ გვაცნობოს და შესაბამისად ჩვენც მიგვაგნებინოს, სად არის ფინანსები, რომელიც ჩვენსკენ მიემართება. კი ბატონო, ვიქტორ, რა ადგილს დაიკავებთ პოლიტიკაში? მილაპარაკია თქვენთან, ვიდრე ახლა დაფუძნდებოდა პარტია. თქვენთვის როგორ იყოფა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ რომ რაღაც არსებობს კლასიკური იდეოლოგიზირებული დაყოფები, მაგრამ საქართველოში არ მოქმედებს ეს მიდგომა. მე მგონი ახლა დაპატიმრებულები, დასაპატიმრებლად გამზადებულები და ახლები შედარებით, რომელთა თავზეც არ კიდია სამართლებრივი რაღაც კონკრეტული საქმეები, ასეთი დაყოფაც კი არსებობს. აი თქვენ როგორ დაყოფდით ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და იმ დაყოფაში თქვენ ადგილს ხედავთ უფრო ახლოს რასთან და ვისთან? ზოგადად, როდესაც დამფუძნებელ ყრილობაზე მოკლეს სიტყვა ვთქვი, პრინციპულად გამოვედი დაყოფის წინააღმდეგ და ვთქვი, რომ ეს დაყოფა ჩვენ და ისინი, დაყოფა პატრიოტები და უსამშობლოები, დაყოფა მტერი და მოწინააღმდეგე, ეს ყველაფერი ალბათ არის აბსოლუტურად მცდარი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთვლით და ჩვენი პოზიციონირება გასაგებია, რომ ჩვენ ფორმალურად სულისკვეთებით მივეკუთვნებით ოპოზიციურ ფლანგს და სხვაგვარად ვერც იქნება, მაგრამ ზოგადად ვთვლით, რომ ჩვენი ორიენტირი და ჩვენი ფოკუსი არის ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩეველი. აი სწორედ ვთვლით, რომ როდესაც ჩვენ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ცვლილებების მოსურნენი არიან არა მარტო ოპოზიციურ ფლანგზე, არამედ იმ ფლანგზე, რომელიც ნომინალურად ითვლება სახელისუფლო მხარდამჭერ ფლანგად. ასევე როგორც ვთქვით, რომ ასეთი მხარდამჭერები არიან, ჩვენ თუ ზოგადად გავაკეთებთ დაყოფას ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ვთვლით, რომ ჯერ საქართველოს თავისი მიდგომით, თავისი ხელწერით, თავისი ლექსიკით გნებავთ, პასუხობს საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელსაც ყოველდღიურობისათვის უბრალოდ დალაგებული ცხოვრება სჭირდება. პასუხობს ბიზნესს და საქმიან წრეებს და ტექნოკრატიას, რომლებსაც პროგნოზირებადი გარემო სჭირდებათ და დაიღალენ პოლიტიკური ხარკის გადახდით. და ზოგადად საჭირო არის ალბათ ჩვენი ძირითადი ადრესატი არის ის მოქალაქე, რომელიც გამართული ქვეყნის, გამართული სახელმწიფოს მომხრე არის, არა პროპაგანდით, არამედ საქმით. აი ეს არის ალბათ ჩვენი ფოკუსი ამ შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, დიანა, არ ნიშნავს რაიმე ვთქვათ შერჩევითობაც ოპოზიციურ ფლანგზე. ეს არის გაცილებით უფრო ფართე სახის მოწოდება ცვლილებებზე, განორმალურებაზე, გაჯანსაღებაზე. როცა სახელისუფლებო, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერზე გაქვთ გათვლა, ეს შესაბამისად თქვენ ქცევას, ლექსიკას, აი სტრატეგიას სხვა ჩარჩოში აქცევთ, ჩემი დაკვირვებით, იმიტომ რომ
ძირითადად მე რასაც ვაკვირდები, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელზე უამრავი პარტია, ასე ვთქვათ, კონკურენციაში ერთმანეთთან და ისინი არ ითვალისწინებენ ამ სტრატეგიის დაგეგმვის დროს ადამიანებს, რომლებსაც ოცნებას აძლევენ ხმას, შეიძლება აღარ უნდათ, მაგრამ მათთვის სხვა ტიპის საკვებია საჭირო, რომ გადავიდნენ აი ამ კონკრეტული პარტიებისკენ. გითანხმებით, ამიტომ ჩვენ რომ ეს აზრი განვავითაროთ და მადლობა რომ ასე შემომეშველეთ, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და თვითმიზანი არ არის მხოლოდ არჩევნებში შედეგის დადება, არამედ ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის აი ამ კრიზისიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფოდ ქცევა. როცა ასეთი მიდგომა გაქვს, როცა ასეთი სულისკვეთება გაქვს, როგორც ვიმეორებ, სიტყვათა წყობით, ასევე მოქმედების სტილით, იქ დაყოფა და განცალკევება სხვადასხვა პარტიულ თუ პარტიკულარულ ჯგუფებად არ ივარგებს. ამიტომაც ვსაუბრობ, რომ ჩვენი ორიენტირი, ჩვენი ფოკუსი გაცილებით უფრო ფართო არის. გაცილებით ჩვენ ფაქტიურად მოკავშირეებს ვეძებთ ყველგან, ყველა შრეში, ყველა ფენაში, რომელიც უკმაყოფილო არის დღევანდელი რეალობით. და ეს რეალობა და უკმაყოფილების განცდა, ჩემი აზრით, არა მარტო ოპოზიციურ სპექტრში არის, არამედ იმ ადამიანებში, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს იცეს ქართულ ოცნებას რა ხმა, იცეს იმ ცვლილებებს, რომლების მოლოდინშიც ისინი იყვნენ. ამიტომაც მე მათ შორის აი ამ ფოკუს ჯგუფსაც, ამ ელექტორალურ ბაზასაც მინდა მიმართო, რომ იმ ესე ვთქვათ მოლოდინების გაცხოცლება, იმ მოლოდინების რეალიზება ასევე გვინდა ჩვენს პოლიტიკურ ძალას დაუკავშირდე. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, აი კონსტრუქტივიზმზე, მაქსიმალურ რაციონალიზმზე, არა დაყოფაზე, არამედ სახელმწიფოებრივად კონსოლიდირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. ჩვენ ასეთი პრეტენზია გვაქვს. რამდენად გამოგვივა მით უმეტეს ესეთი ავირახსნილი პროპაგანდის ფონზე, ეს რა თქმა უნდა მეორე საკითხი არის, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ემოციურად ძალიან მტკიცეთ ვართ რა და აბსოლუტურად აი ავტორებს მინდა მიმართო და ვთხოვო, რომ ბატონებო და ქალბატონო, ნუ დაიხარჯებით, ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ვინაიდან ჩვენი ფოკუსი, ვიმეორე, ჩვენი თამასა გაცილებით უფრო მაღალი არის, ვიდრე ამ პროპაგანდაში შექმნით. კი ბატონო, ის რომ ივანიშვილის ადვოკატი იყავით, ეს თქვენი აზრით, მათ შორის ერთ დროს ოცნების ამომრჩევლისთვის თქვენკენ გადმოსვლას ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს? გეტყვით ყოველგვარი პირფერობის გარეშე. მე ვთვლი, რომ ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან პოზიტიური. პოზიტიური არის იმიტომაც, რომ საშუალება მომცა ძალიან დელიკატურ მზნობიარე საკითხებთან შემხებლობისა. რა თქმა უნდა, მე სახელმწიფო მართვაში არ ვიყავი ჩართული, მაგრამ ინფორმაციის გაცვლა, შეფასებების მოსმენა, მოსაზრებებზე შეჯერება, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრაქტიკული სკოლა იყო და გამოცდილებაც იყო. ამდენად ეს პლასტი ჩემი იურიდიული პრაქტიკის, ისეთ მხოლოდ ეს ვთქვათ, სამართლებრივად ფორმალურ მხარეს არ უკავშირდება. მე გარკვეულწილად აი სახელმწიფოებრივი გამოცდილების, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან, თორე ის პროცესები რაც ვითარდებოდა, უკვე მაშინ ვთქვათ, ზედაპირზე ამოდიოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის გარკვეული. აღწერთ, რომ ეს პოზიტიური გამოცდილება იყო. ჩემთვის პირადად პოზიტიური იყო. ჩემთვის პირადად პოზიტიური იყო, იმიტომ რომ მე შეხება მქონდა გარკვეულ ინფორმაციასთან, მე შეხება მქონდა მოსაზრებებთან, მე შეხება მქონდა შეფასებებთან, მე შეხება მქონდა იმდენად სკოლა გაიარეთ? იცით, გამოწვევების სკოლა გავიარე რა, თუ შეიძლება ესე ითქვას და მაშინაც, როდესაც აი ამ გარემოში ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ფუნქცია, ჩემი როლი შემესრულებია ისე, როგორც მე მწამდა ამისი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გნებავთ აი აღზრდის კოდი თუ ჩემი მსოფლმხედველობა ამას ვკარნახობდა. ჩემი აზრით, სხვათა შორის, ეს ფუნქცია შევასრულე ისე, როგორც აი ბარეორი პროპაგანდისტი ახლა, რომლებიც ზიან და შეფასებებს წერენ, ალბათ იმის მიათეცაც კი ვერ წარმოიდგენენ თუ როგორ შეიძლება ეს თქვა დაიხარჯო მაქსიმალურად რა, რომ შენი ძალისხმევა შეიტანო სწორი ფოკუსის ჩამოყალიბებაში. ურთიერთობა ამის საშუალებას მაძლევდა. ყოველ შემთხვევაში მაძლევდა საშუალებას, რომ ჩემი აზრი, ჩემი პოზიცია გამომეხადა. ასანანი არის, რომ პროცესები განვითარდა ისე, როგორც განვითარდა და მოხდა ჯამში ის, რაც მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო. ეს იყო კლიენტის გადაწყვეტილება, კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე, ამით რა თქმა უნდა ცხოვრება არ მთავრდება, საზოგადოებრივი საქმიანობა გაგრძელდა და ჩვენ დღეს მივედით იმ ეტაპამდე, რაზეც ვსაუბრობთ. კლიენტს რომ არ გაეწყვიტა ეს კონტრაქტი, დღესაც იქნებოდით ამ პროფესიული საქმიანობით დაკავებული? ძალიან გულახდათ გეტყვით, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის პირადად, ვინაიდან 2023 წლის მარტის პერიოდი და 26 წლის ეს მოცემულობა
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაშინ იყო გარკვეული სირთულეები, მაინც არის როგორც დღე და ღამე, ასე რომ ბუნებრივია მე ამ მარათონის გავლას ეს მინდა ძალიან გულახდილად თქვა და არა ვინმე საწყენად, უბრალოდ ფიზიკურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად, რაც თავარია მსოფლმხედველობრივად ამას ვერ შევძლებთ. ეს პროფესიული კლასის ნიშანია თუ არა, იმიტომ რომ თქვენ პროფესიონალიზმი რამდენად დაგავალდებულებდათ, რომ კლიენტი კონკრეტულ საქმეში იყო ის თქვენი კლიენტი. ამის პარალელურად ის ახლა ქვეყნის მართვაში რა ფორმით და როგორ, ამის გამო თქვენ გაწყვეტდით კონტრაქტს? აქ პროფესიული მხარე ალბათ, რა თქმა უნდა, აქ პროფესიული მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, ვინაიდან საქმე იყო ძალიან სპეციფიკურ კლიენტთან, ეს არის იყო ჩვეულებრივი ორდინალური კლიენტი, ეს არის ადამიანი, რომელიც მართალია კომერციულ დავაში იყოს ჩართული, მაგრამ რომლის მხრებზე მაშინაც და ეხლაც არის ძალიან დიდი ტვირთის სხვადასხვა გადაწყვეტილებების, ამდენად თქვიცით, როგორ გითხრათ, იმ ეკოსისტემას, იმ მსოფლმხედველობრივ სისტემას რამენაირად მორგებული არ ახარ, მხოლოდ პროფესიული უნარების ხარჯზე საქმიანობის გაგრძელება და დარჩენა ძალიან რთული არის. ყოველ შემთხვევაში ეს შემთთვის რთული იქნებოდა, არ ვიცი სხვისთვის როგორ. როგორ დაახასიათებდით როგორც კლიენტს? მე ეს საუბარი თქვენთან გამივლია მაშინ, როცა პირველად მქონდა კომუნიკაცია, მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ ყოფილხარ და მე არც კი მიხსენებია ეს პრაქტიკა, მაგრამ რახან ახლა უკვე პოლიტიკური ლიდერის როლში ხართ ამ სტუდიაში და თავიდან უფრო კი არა, უბრალოდ იწყებთ ამ გზას, საინტერესოა სხვათა შორის. თქვენი გადმოსახედიდან ივანიშვილის დახასიათება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხს მოყვება ქალბატონი ანა სანსკრის მხრიდან მორიგი პოსტი, მე მთავარია დავჭე საკუთარი თავის ერთგული. ერთგულება მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ საუბრობდე ისე, როგორც წამს. და არავითარ შემთხვევაში არ ვიყო იაფასიანი მადევარი სხვების განწყობებზე. ამიტომ ჩემი პასუხი არის შემდეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, მაგრამ ეს იყო ძალიან ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით კორექტულობაზე, ტაქტზე, ჩემდამი პატივისცემაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოდით ახლა ჩემი თავი რო ასე არ გამოვაცალკევო, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. უნიკალურობა ალბათ ამ ურთიერთობისა გამოიხატება იმაში, რომ მე არასდროს შეგრძნება არ მქონდა, რომ კლიენტთან როგორც ასეთთან ურთიერთობდი. და მისგანაც ბატონი ბიზნესგან არასდროს ჩემდამი დამოკიდებულება არ იყო, როგორც დაქირავებული იურისტისადმი. ამიტომ ეს აუცილებელი წესით უნდა ვთქვა, ეს რამდენად შეიძლება პოლიტიკურად ეხლა იყოს მომგებიანი ან წამგებიანი, მე ვალდებული ვარ თქვენ პატიოსანი ძალიან გულწრფელი პასუხით მოგიბრუნდეთ. მე რამდენჯერმე მithქვამს კიდევაც ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სხვა საკითხი არის, რომ პროფესიული საქმიანობის გასვლით ვითარდებოდა ისეთი პროცესები, ისეთი მოვლენები, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი. ამაზეც არაერთის მithქვამს პირდაპირ, ვინაიდან მქონდა უნიკალური საშუალება მე სიტყვა არაერთხელ გამოვიყენე, რომ ჩემი აზრი მეთქვა, ჩემი პოზიცია გამომეხატა, ჩემი შეფასება და სხვადასხვა კიდევ ერთი პოზიტივი რაც უნდა ითქვას რა, რომ ყოველთვის ამ შეფასების ჩამოყალიბებაში საშუალება მქონდა, რომ ბოლომდე აზრი გამეტარებინა, ბოლომდე ჩავმეყალიბებინა. მაგრამ სხვა საკითხი არის შენი შეფასება, სხვა საკითხი არის შენი დამოკიდებულება. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდი მე ვგრძნობდი რა, რომ გარკვეულწილად წრე იკვრებოდა, გარკვეული პოლიტიკური კულტურა თუ პოლიტიკური ხელწერა, ამას პოლიტიკური დავარქვათ, უფრო ფეხს იკიდებდა. ამდენად ალბათ იცით უფრო დიდ სურათში შეიძლება მე არ ვიცი ვისი გამოისობით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მხოლოდ ბატონი ბიზნესი თუ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვები, მაგრამ ალბათ იქნა მიჩნეული რა, რომ მიუხედავად მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ეს არ იყო საკმარისი, რომ ჩემი სრული ასიმილაცია მომხდარიყო იმ შექმნილ სისტემაში ან ფორმირებად სისტემაში. ამდენად მე ამას მივაწერ გარკვეულწილად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბატონ ვიქტორ, როგორ ფიქრობთ ახლა გეთანხმებით იმაში, რომ შეიძლება ესე ვთქვათ, მისი პორტრეტი პოლიტიკური ჩამოყალიბებული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ვითარება ქვეყანაში 2023 წლისა და ამოცემულობაში მართლაც ესე ვთქვათ, განსხვავებულია ერთმანეთისგან. აი ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად რჩება პოლიტიკის ადგილი? მე როგორც პოლიტიკის ჟურნალისტი, რაც ამ პროფესიაში ვარ, რაღაც ჩემი მთავარი მისია რაღაცნაირად როგორც ხედავ ჩემთვის სულ არის რომ რაღაც ვიშრომო რომ პოლიტიკა გადარჩეს ქვეყანაში და აი ძალიან ერთ-ერთ
უმძიმეს ეტაპს ვუყურებ, მათ შორის ეს თქვათ დაკავებების, დაკიდებული საქმეები, რომელიც ვახსენე, ეს თქვათ გამოცლილი, გამოშიგნული პარლამენტი, რომელშიც არ შევიდნენ პარტიები და ასე შემდეგ. ანუ აი თითქოს აღარ არის ადგილი პოლიტიკის კეთების, თითქოს აი რაღაცა პოლიტიკა ქრება ჩვენი ყოველდღიურობიდან. თქვენ ხედავთ პოლიტიკოსობის და პოლიტიკის ადგილს ამ ქვეყანაში? დავიწყოთ იმით, დიანა, რომ მე რომ გიპასუხეთ თქვენ და გიპასუხეთ ძალიან გულახდილად წინა შეკითხვაზე, ჩემს მაშინდელ ურთიერთობებზე, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ და თქვი კიდევაც რამდენჯერმე ამ ინტერვიუს ფარგლებში, ერთი არის პროფესიული ასპარეზი, არის მეორე სამოქალაქო. ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში და ეს უკვე თქვენ კითხვას უკავშირდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, აბსოლუტურად აუტანელი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი. და რა თქმა უნდა, ამ ვითარების შექმნაში თუ ჩვენ არქიტექტორებს ჩამოვთვლით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი არის მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ახლა როგორ შეიძლება ჩვენ გამოცალკევება მოვახდინოთ. არის თუ არა პოლიტიკის ადგილი, თუ ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკის ადგილი დღეს არ არის და პოლიტიკური სივრცე რა თქმა უნდა ძალიან შეიზღუდა, მაგრამ თუ ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით პოლიტიკაზე, მაშინ გამოდის ჩვენ უარს ვიტყვით ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უარს ვიტყვით მომავალზე და ჩვენ უარს ვიტყვით სახელმწიფოზე. ამიტომ თუ ჩვენ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თავისუფლების კუნძულების შენარჩუნება ამ ვითარებაში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს პოლიტიკური კუნძულები თავისუფლების არ არის მხოლოდ პარტიული სფერო, ეს არის მედია, სამოქალაქო სექტორი, ეს არის ბიზნესი. აი რაიმენაირად ამ კუნძულების შენარჩუნება მე ერთხელ ეს ფრაზა გამოვიყენე, რომ აქტიური თავდაცვის რეჟიმში ყოფნა მანამ სანამ ჩვენ ყველას საშუალება არ მოგვეცემა ის თვისობრივი ნახტომი გავაკეთოთ, რაც იმ განორმალურებას, გაჯანსაღებას მოემსახურება, ალბათ ჯერჯერობით ამ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს, მაგრამ ეს არის ალბათ ძალიან დიდი ტვირთიც, მაგრამ ძალიან დიდი мотиваციაც, იმიტომ რომ თავარია ჩვენ პროცესში ვიმყოფებით, თავარია დინამიკაში ვიმყოფებით და მჯერა რომ ეს ცვლილებები გარდუვალი არის ჩვენი ქვეყანა არ არის იმდენად თვითკმარი, რომ ამ პირობებში დიდი დროის განმავლობაში დაყოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.